მეგობრებო, ჩვენ ისევ შევხვდით შემდეგ ვიდეოში. დღევანდელ ვიდეოში მე Brawl Stars-ის ბრაულერებს, ესე იგი ჩემპიონებს, რაც გინდა დაუძახით, ადამიანებს გმირებს, გადავაქცევ TikTok-ის ცნობილ ტრენდ Italian Brain Rot-ში. აი, როგორც მოიხსენებათ, ბომბარდირო კროკოდილი რაღაცები, არ მითხრათ ეგ აზრი. ან თუნდაც იდეა საიდან მომივიდა, მაგრამ როგორც ხედავთ ვიდეოს ვიგებ მაღაზიას და იმედია სახალისო ვიდეო გამოვა. დღევანდელ ვიდეოში ნაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ChatGPT-ის ხელოვნური ინტელექტს იგივეს. შევეკითხები, რომ აი რომელიმე ბრაულერი გადააქციოს, ან თვითონვე მოიფიქროს, რომელი ბრაულერი იქნება, გადააქციოს Italian Brain Rot-და, ან ბომბარდირო კროკოდილო ან რაღაცა, არ მინდა მაგებს ლაპარაკი. მაგ ბრაულერი თვითამაშებ თითო ხელს, სულ 3 ბრაულერი იქნება, რომ დიდი ვიდეო არ გამოვიდეს. და რავი, იმედია გასართობი ვიდეო იქნება, იმედია შინაარსს გაგაგებინეთ რა იქნება დღევანდელი ვიდეოსთვის. ახლა კი შევეკითხებ ChatGPT-ს რა იქნება, ფოტოც გამოჩნდება თუ რა იქნება და ეგრევე დავსტარტავ მატჩს. იგი დიახ მეგობრებო, ChatGPT-მ დამიხატა ეს არის თუნგ საჰურის მორტისი, დავიყენოთ ჩვენ მორტისი, თუნგ საჰურის სკინი მორტის არ აქვს, მაგრამ მოდი უბრალოდ მექა მორტისი თვითამაშო და შევეცადოთ რომ Brawl Ball-ი მოვიგოთ. ნუ ხო, დამავიწყდა იმის თქმა, რომ სულ Brawl Balls ვითამაშებთ რა, იმიტომ რომ Knockout-ი, Bounty და ესეთი ბრაულერებისთვის არ არის ახლა შესანიშნავი მაპები. ამიტომ მოდი შევეცადოთ რომ პირველივე ხელი მოვიგოთ და ახლა დაუშვა ამ წვიმამ, ამ გადაღების დროს მაინც და მაინც. ფუ, რა ბედი მაქვს. რა მომივიდა? მაგულია. სერიოზულ, ძალიან მაგარ. ხო, ასევე წინა ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა, რითვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. პოსტებში კიდავდე, მაგრამ 51 გამომწერზე ავედით უკვე. რითვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ, რადგან რავი, რამდენი ხანი 2 თვეა ეს YouTube არხი დავიწყე და რავი, ამ ხელაწარმატებასაც არც მეგონა თუ მივახცევდი ეს ყველაფერი თქვენი დამსახურება, мотивациаსაც თქვენ მაძლევთ და ამიტომ მეც არ დაგაღალატებთ, მართალია კი წავაგე, მაგრამ გავაგრძელოთ ჩემი ლაპარაკი, არ დაგაღალატებთ და ვიდეოებს უფრო და უფრო მალე დავდებ, რადგან სკოლა უკვე დამთავრდა, მე დავამთავრე სკოლა უკვე, სკოლა რა, კლასი დავამთავრე, მაგრამ ამიტომ ვიდეოები უფრო და უფრო მალე დაიდება, რა თქმა უნდა. და ხო, კიდევ ერთხელ მადლობა, ძალიან დიდი მადლობა 51 გამომწერისთვის. და მოდი წლის ბოლომდე შევეცადოთ რომ ავიდეთ 100 გამომწერამდე. თუ 100 გამომწერამდე ავედით, რავი, აი ძალიან ბედნიერი ვიქნები. და აი სიგიჟე ჩელენჯებს გავაკეთებ. აი შეგიძლიათ მე კომენტარებში დამიწეროთ რა ჩელენჯი გავაკეთოთ და ნებისმიერ ჩელენჯს გავაკეთებ უპრობლემოდ. ასე რომ პირველი ხელი წავაგეთ. როგორ წავაგე არ ვიცი, მაგრამ არა უშავს. მოდი ახლა მეორე ბრაულერზე გადავინაცვლოთ, ვკითხოთ რა იქნება შემდეგი ბრაულერი. და იქიდან დაგიბრუნდებით ფოტოსთან დაგიბრუნდებით. ესე ჩვენი მეორე ChatGPT-ის Brain Rot Brawl Stars-ის ფოტო რანაირად მოახერხე ამ 4 ტერმინის გაერთიანება ერთად. ეს არის El Primo ტრალელაში. ცუდად ჟღერს, მაგრამ არის. და მოდი დავიყენოთ რავი El Primo და იმედია მოვიგებთ მაინც. ხო, არ ვიცი ეს იდეა საიდან მომოფიქრდა, ვიღაცა უცხოელს ედოდა რავი, მეც გადავიღებთ ხო რა მიდგას წინ, ადვილი რაღაცა არის, ChatGPT-ს კითხე, რომ გააკეთოს ასეთ რაღაცა, გაგიკეთებს. თუნდაც დამხმარებაში და ეგაა რა. და ჩემთვისაც თავარია სახალისო იყოს თორე ასეთი ვიდეოების გადაღება მე არ მეზარება. El Primo თამაში მე სასწაულად ვიცი როგორც ხედავთ. ჩემმა გუნდმაც აქვს სასწაულად იცის თამაში, ტერმინატორი იმენა გიჟი მყავს, წვიმაც ახლა არის დაწყებული და ჩემი ინტერნეტი არ ვიცი ამდენად გაკაჩავს, იმიტომ რომ სიგნალის ინტერნეტი როგორც იცით, სწრაფი ნამდვილად არ არის. სიგნალის ინტერნეტი სწრაფი არ არის. მით უმეტეს კატასტროფებში, ან ბუნებრივ მოვლენებში, ჩემი გუნდი აგრაშვება, წარმოდგენა არ მაქვს. აი, რანაირად უნდა მოვიგო ეს ხელი ვაფშე რა. მოდი, ყوالي. არა, კაცო არ გამაქრო ვაფშე. ვიჭერ. ვახ, სად გადავჭი ჩემი? მოდი არ გამკითხოთ და El Primo-თი არ დამცინოთ როგორ თამაშობ.
ხო. დავაი, აი იმენა პოტი ვაიმე მოკალი კი არა მე თვითონ ბეჭი მოკალი არა ვერ მოკალი არა უშავს ბარლი დავშოშ მინდეთ სტაბილურობა რა ყველაფერი სიკეთე ბედნიერება ამულშულო სასწაულად თამაშობ ხო მეგობრებო აი სასწაულად თამაშობ რასაც ქვია რა აი მაღიარეთ პროსტა რა მოდიმა აი მადედა ანა ემნო მოუამათ მით უმეტეს ელ პრიმოთი ნუ ხო შეიძლება ხმაზე შემატყუთ ცოტა დაღლილი ვარ ჯიმიდან მოვდივარ ახლა მე და ემოვედი თუ არა ეგრევე ვიდეოს ვიღებ და ცოტა დაღლილი ვარ ახლა და იმედია ძალიანაც არ მეტყობა მაინდამინდის გამოვიყო ესა პასი მოვიდა ესე წავაგი და ხო ისე კაი ხნის დაგვიანებული კი მაქვს მაგრამ ახალ ბრაულერს ვიღებ სულ ცოტა დამრჩა და თუ მოვახერხე არა ამის რევიუსაც რაღაც პონჩი გადავიღებ შეიძლება შორტად დავდო რევიუ არ ვიცი ნუ რევიუს დავდებ რა ხო და კიდე თუ არ დაგეზარებათ პოსტებში დავდებ TikTok-ის ლინკს გადადით და იქაც გამომიწერეთ იმიტომ რომ რაღაც სასაცილო მომენტებს ჩემი ამ პატარა ვიდეოებიდან ამოვიღებ და ჩავსვამ რაც სასაცილოა და რავი გამომიწერეთ თუ არ დაგეზარებათ რა თქმა უნდა კარგი კიდევ ერთხელ ვკითხოთ ხელოვნურ ინტელექტს რადგან ელპრიმონთისაც წავაგე დღეს ჩემი დღე არ არის როგორც ხედავთ კიდევ ერთხელ ვკითხოთ ხელოვნურ ინტელექტს თუ რა ბრაულერი უნდა დავიყენოთ და რავი ნახოთ აბა რა ბრაულერს შემოგთავაზებს როგორც ხედავთ მეგობრებო აქ გვაქვს კროკოდილოს ჰენკი გადავინაცვლოთ Brawl Stars-ში და დავიყენოთ ჰენკი მაღალთასებზე მყავს არც ისე მაღალთასებზე მაგრამ მყავს რა ხო და იმედია ეს ხელი მაინც წავა რა არ წავა ჩემი კაუნტერები არიან არ წავა შეხედე ლილი იქნება აქ არ არის უიყოფი შემაძუნგალა მაგრამ დავივით ვინ იყოს მესამე დაინამაიკი ხო ბორტის ამოგდება ვერ მოახ შენი რაღა მე ჩემო მაფრინდი ვაინა არა არიქა გამოვიდი აცხა ძალიან კაი ვიდეო არ არის და მოდი პროსტა ერთი მოგებით რომ მაინც დავამთავრო ეს ვიდეო თუ ჩელენჯი რავი მოდი ამით ვითამაშოთ ერთი ხელი მოვიგებთ არა ვერ მოვიგებთ დაგვერხა კარგი მოდი ჩვენ გავიაქტიუროთ ჩვენი ტრეიდი ვერაფერს ვერ გავარტყამთ ჩემგან როგორც მოსალოდნელი არის რატომ აქ ბიბის ამხელა რეინჯი და რატომ მოწვდება კონკრეტულად დედოფლის წყაროდან ბათუმამდე და როდესაც უნდა მოწვდებოდეს მაგალითად კახეთიდან თბილისამდე მაქსიმუმ რატო ხდება ესე Brawl Stars იმიტომ რომ არა ნერვების მომშლელი თამაში ხარ აქ ბიბიმ გაიტანა სულ ყველა გაღიარე ბიბი მაგარი ხარ კაი დაიგიდე არაფერი არ ხარ ნაგავი ხარ არარაობა ხარ სრული ნაგავი აი შენზე ნაგავი ადამიანი მოთამაში არავინ არ მინახავს ჯერ ნაგავი მე თვითონ ვარ რეებს ვაკეთე ჯოხო შეიძლება ერთი ხელი მაინც მოვიგო თუ მაინც ამ დაღლილობაზე უნდა შემოხვდეს ყველა შეხედეთ ახლა სუპერს დააგდებთ აქ მე ბიბი გაგიერთიანებთ ერთ ადგილს როგორც დაინახეთ აი ასე უნდა ნამდვილი გეიმპლეი მეგობრებო ვინც მიწერთ რომ კარგად თამაშობთო მოდი აი ამ ვიდეოს არ შეხედოთ იმიტომ რომ აქ ნამდვილად ვერ თამაშობ ხო აქ თამაშობ უფრო 3000-იანი რავი ვიღაცით დებილით ვისაც შეურაცხყოფას გაყენეთ ახლა ბოდიშით არავის არ მინდა შეურაცხყოფა მე მაგრამ აუ ჰიპერჩარჯის გამოყენება მინდა და მე მგონი კაი ვქენი რომ გამოვიყენე თუ არ ვქენი
არა კაი ვქენი. ძალიან კაი ვქენი, მაგრამ აი ეს არა აცილოთ ახ კიდე კაი. დავაი მოვედი. წავედი. აუ, რა იყო პირი შეკარიჩენზე თუ რა ჯანდა ვაგეტაკა. არი იცით აქ ვიდეოს ვიღებ გავლენ არა მაკიმა რა. უიმე, უნახავი არ მინახავს არავინ რა. მაგაი წინადება ვთქვი, უნახავი არ მინახავს არავინ. რაღაცას ვაკეთებდი. რა მინდოდა, რატო გამოვიყენე სუპერი? ვინ მთხოვა სუპერის გამოყენება? რატო გამოვიყენე? ოპა. დავა, არ დაგვერხა ვაფშე. მოკალი, გამევიყენოთ და ახლა შეხედეთ. არ შეხედოთ, მე გირჩევთ არ შეხედოთ. მოკალი, ბიბი. დედა რა დებილი ხარ? გენაცვალე, ვინ ჯანდაბამ წერს ახლა? კარგია, მოვიგეთ. მოდი აი ამ ბედნიერი მოგებით დავამთავრებ დღევანდელ ვიდეოს, რადგან ჩემი დღე არ არის, როგორც გითხარი, ჯიმიდან მოვედი და ძალიან დაღლილი ვარ. იმედია ხმაზე შემატყვეთ. თუ არ შემატყვეთ და ძალიან კაი. აი ამ მომენტიდან და აი ამ ბოლო მატჩიდან დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და გადმოაზიაროთ ვიდეო, რომ უფრო და უფრო ბევრი ხალხმა ნახოს ჩემი ვიდეო, არხი საერთოდ. და რავი, თუ წლის ბოლომდე ამიყვანთ 100 გამომწერამდე მაგაზე კარგს რასიზამ და მე ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით. თუ რამე ჩელენჯი გაქვთ Brawl Stars-ში ისეთი, რომ სამხიარულო იყოს, რთული იყოს, დამიწერეთ კომენტარებში და ყველანაირ ჩელენჯს გავაკეთებ აბსოლუტურად. აი ნებისმიერ ჩელენჯს აღონახა არ დაწეროთ, სახურავიდან გადმოხდი და თავი მოიგალი, ეგ არ დამიწეროთ ახლა. Brawl Stars-ში რა ჩელენჯებიც იცით, სახალისო ან რამე, ერთმა ადამიანმა რო გააკეთოს, დამეწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გავაკეთებ. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. შევხვდებით ჩემს ვიდეოში, აბა თქვენც და ბაი.